საღამოს პიკის საათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით პაიჭაძესთან ერთად. მოგესალმებით ხოლმე პიკის საათს სტუდიაშია დავით პაიჭაძე, ჩვენი სტუმარია გიორგი პაპავა, ეკონომისტი და ჩვენ დღეს ვეხებით მიწის საკითხს. Როგორ შეიძლება ის რეალისტეს, როგორ შეიძლება შევიდეს კონსტიტუციაში, რა განზრახები აქვს ხელისუფლებას, მთავრობას, რა იქნება მიზანშეწონილი მიწის ფლობის, რა ფორმა საქართველოში. გამარჯობა, მადლობა რომ მოხვედით ჩვენ. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. საღამოს პიკის საათი. აქ არ არსებობს ტაბუ და აკრძალული საკითხები. საღამოს პიკის საათი. უსმინე, ჩაერთე, ელაპარაკე, იკამათე. ცოცხალის საუბარი, ცოცხალ თემებზე. საღამოს პიკის საათი. ყოველდღე 6-ის 10 წუთზე, შაბათ-კვირის გარდა. საზოგადოებრივი რადიო FM 102.4. დავიწყოთ პიკის საათი. 2491292 ესა ჩვენი ნომრები. რადიო 1.წერტილეჯი ჩვენი ინტერნეტ მისამართი, სადაც პიკის საათს უყურებთ და უსმენთ როგორც პირდაპირ ეთერში, ისე ჩანაწერს. ხოლო თუ ახლა პიკის საათს რადიოთი უსმენთ, ამას აკეთებთ FM 102.4 აი ამ სიხშირის მეშვეობით. კიდევ ერთხელ ნომრები 2491292. მას შემდეგ რაც საქართველოს ხელისუფლებამ განიზრახა შეეტანა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, წარმოიშვა არაერთი საკითხი, რომელიც მანამდე შეიძლება ითქვას საერთოდ არ იდგა. არც როგორც პოტენციური საკონსტიტუციო ნორმა და არც როგორც პოტენციური საკანონმდებლო ნორმა. ერთ-ერთი ასეთი საკითხი, რომელსაც მანამდე აქტუალობა საქართველოში არ ჰქონია, დაახლოებით 27 წელი არ ჰქონია აქტუალობა ამ საკითხს, თუ არ ჩავთვლით საბჭოთა კავშირის დასრულების მოახლოებას, აი მაშინ იყო აქტუალური და მერე დიდად აღარ არის მიწაზე საკუთრების საკითხი. და იდეა, რომელიც გამოიხატა მარტივად, აღმოჩნდა, რომ ემოციურად შეეხო ბევრ ადამიანს. ეს არის იდეა, რომლის ქცევასაც გარკვეული ჯგუფები ესწრაფიან საკანონმდებლო ნორმად. მე მას იდეის სახით ვიტყვი და არა ნორმის. რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს. კიდევ უკეთესი, ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს. და აი ეს უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში. ამან წარმოშვა დისკუსიები, უფრო მეტი ემოცია და ხელისუფლება, რომელსაც თქვა არ დაუშლია ამ დისკუსიების განვითარება, პირველად რო ვთქვათ, აღმოჩნდა აუცილებლობის წინაშე რაღაცა გაწყვეტილება მიიღოს. მაგალითად, ამას წინათ პარლამენტში შევიდა და დღეს თუ არ ვშთები, პირველი მოსმენით მოისმინეს კიდეც მორატორიუმის კანონპროექტი და მორატორიუმის ეხება მიწის საკუთრებაში გადაცემას. ანუ ამაზე იდება მორატორიუმი მანამ, სანამ კონსტიტუციის და ორგანული კანონის დონეზე არ მოწესრიგდება ეს საკითხი. მაგრამ მორატორიუმი არ ადევს დისკუსიებს ამ საკითხზე, ესე რომ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. მაგრამ მოდი სანამ ვილაპარაკებთ, გავხსნათ ჩვენი საუბარი ერთი ციტატით, ის ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ კვირიკაშვილს, რამდენიმე დღეს წინ მთავრობის ხტომაზე მან სიტყვით განაცხადა ის, რასაც ახლა მოისმენთ. და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა. ანუ ფორმულირება იქნება შემდეგი: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენს მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას გააჩნია. და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მმართველმა გუნდმა. დიდი მადლობა. ეს გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და შეიძლება ითქვას ჩვენ გვაქვს მონახაზი პროექტი იმ ნორმისა, საკანონმდებლო ნორმისა, რომელიც შეიძლება შევიდეს კონსტიტუციაში. დასწრებში ვთქვი, რომ მოდი ვილაპარაკოთ მიზანშეწონილობაზე ამ საკითხის.
აღმოჩნდა, რომ ლაპარაკი ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწას და დანიშნულების მიწას და არა ზოგადად მიწას. არა ურბანულს, არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. ავტომატურად ალბათ უნდა მიგულისხმოთ, რომ ასეთი მიწები, მაგალითად ქალაქში არსებული ურბანული მიწები შეიძლება გასხვისდეს საქართველოს არარეზიდენტ პირზე, ხო? დიახ. აი რატო სასოფლო-სამეურნეო შეგიძლიათ მე არ ვთქვი რა სიზიარეთ, მაგრამ რატოა დრამატული და რატოა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსი სასოფლო-სამეურნეო მიწა და ურბანული მიწა არა? პირადად მე არ ვთვლი, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის განსაკუთრებული რესურსი. ისინი, ვინც თვლიან, რომ ეს განსხვავება მნიშვნელოვანია და უნდა იყოს, ნაწილობრივ ეს, თქვა, სასურსათო უსაფრთხოებიდანაც შეიძლება გამოდიოდეს იმ კუთხით, რომ ჩვენ გვინდა, რომ ის მიწა, სადაც შეგვიძლია რაღაც პროდუქცია მოვიყვანოთ, ეს არ მოხდეს ვიღაცის ხელში, ვინც ამ მიწას გააჩერებს, ამიტომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ, რომ ეს კონდეთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რეალურად ამ მიწას არ მოაცდენენ, უხეშად რო თქვა და იქ რაღაც პროდუქციას მოიყვანონ, რომელიც რო გაგვიჭირდეს, პროდუქტი გვექნება იმისთვის, რომ ჭამოთ, ასე თქვა. უხეშად რო თქვა, ეს არის ძირითადი მიზეზი ალბათ რატომაც შეიძლება სასოფლო დანიშნულების, იმიტომ რომ იგივე თქვა სამხედრო უსაფრთხოების კუთხით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიწა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არის თუ სხვა ეკონომიკური კუთხითაც ანალოგიურად ერთადერთი რაც არის გარჩევა არის ეს სურსათის მოპოვების საშუალება. ანუ თვითონ სასოფლო-სამეურნეო მიწაც მე შიგნით იყოფა თქვა სახნავ-სათესად საძოვრად, რომელსაც ასევე სხვადასხვა დანიშნულება აქვს და შემდეგ, მაგრამ ყველაზე კომიკური საქართველოს რეალობაში ის არის, რომ ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე, რომ სტატუსი ეცვლება მიწას, იმიტომ რომ იმის გასხვისება მოხდეს, იმიტომ რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში თუ თქვა არ შეიძლება რაღაც მასიური მშენებლობები და ასე შემდეგ, ჩვეულებრივი მიწის შემთხვევაში ეს შეიძლება და ამას ყველა ხელისუფლება იყენებს ხოლმე, როდესაც მისთვის მიმზიდველი ინვესტიციაზე უნდა ინვესტორი უნდა რომ შემოიყვანოს ან ადგილობრივი ან უცხოელს და მაშინ ხშირად ხდება ამის გადაცემა. საქართველოში ბოლომდე ისიც მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა არსებობს, ბოლომდე აღწერილი არც არის რეალურად რა მიწები გვაქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ამ მიწების საკმაოდ კადასტრი არ არის დამთავრებული? რეალურად არ არის დამთავრებული იმ კუთხით, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მიწაა, რომელიცაც ფლობენ ადამიანები, კერძო პირები, მაგრამ ის რეალურად რეესტრის მიხედვით ეკუთვნის სახელმწიფოს. ანუ ხშირად ეს პროტესტი, როდესაც ჩვენ სოფლებიდან გვესმის, გამომდინარეობს ხოლმე იქიდან, რომ ეს ჩვენ მქონდა მიწა, თქვათ რაღაც 1.25 ჰექტარი გვერგებოდა კოოპერატივებიდან თუ კოლმეურნეობებიდან და მოგვცეს 1 ჰექტარი და 0.25 ჰექტარი გაყიდეს, ეს მაგალითად დიცის მოსახლებამ განაცხადა რამოდენიმე დღის წინ და აქ რეალურად როცა ჩავუღრმავდებით, პრობლემა ის კი არ არის ეს 0.25 ხოლოს მისცეს თუ ქართველს, პრობლემა ის არის, რომ მათ არ მისცეს, იმიტომ რომ ისინი თვლიდნენ, რომ ის მათი მიწა იყო, მათი სოფელი იყო, ისინი თვლიან, რომ ეს მათ ეკუთვნით და ამ დროს სახელმწიფო ამ მიწებს ასხვისებს სხვაზე. და ეს წარმოშობს ხოლმე ძირითადად იმ პრობლემას, რომ საკმაოდ, ანუ ჩემ და პირადად სამწუხაროდ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის განსაკუთრებით სოფლად დიდი ნაწილი თვლის, რომ ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს და სწორედ ამ ფორმულირებით ხდება ამის მიწოდება, როდესაც მე საქართველოში ქართული მიწის გარდა სხვანაირი მიწა არ არსებობს, უბრალოდ ეს ქართული წინ ზეცართავ სახელად ვიყენებთ, იმიტომ რომ გაუსვათ ხაზი, რომ ეს რაღაც ქართველია და ვიღაც სენტიმენტების გამოსაწვევად და ამას ძალიან თბილისში ასფალტირებული ქუჩა რით არ არის ქართული მიწა გაცვლა. ზუსტად ისიც იგივე ქართული მიწა, უბრალოდ ძალიან კარგად ეს პოპულიზმზე აწყობილი კამპანიები და პოლიტიკოსები იყენებენ ამ ელემენტს ხოლმე ხშირად, რომ ეს ქართული მიწაა და არ გავასხვისოთ უცხოელს. მოდი ახლა შევხედოთ ეკონომიკურ ეფექტს, ეკონომიკურ მიზანშეწონილობას, მიზანს, სიკეთეს, რომელიც შეიძლება მოხვეს ამგვარი ნორმის სამოქმედებას. ამგვარის, ანუ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის გადაცემის აკრძალვას. გადაცემის აკრძალვას ჩემი აზრით არანაირი ეკონომიკური სიკეთე არ შეიძლება მოხვეს, იმიტომ რომ ნებისმიერი თუ შეიძლება წავკითხავ ერთ ციტატას, რომელიც ეკუთვნის საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ სამხარაულს. ციტატა მომაქვს გაზეთ რეზონანსიდან
და ალბათ სიდერების სიზუსტე დაცულია. მიმაჩნია, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვა აგრარული სექტორის განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს. ამიტომ პრინციპულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების საკუთრება გახდეს და არ გასხვისდეს უცხოელებზე. ეს ახალ ბიძგს რატო მისცემს? არ ვფიქრობ ასახსნელი. ან თუ არ მისცემს თქვენი აზრით, რატო არ მისცემს? და ბიძგს მისცემს ოღონდ თუ მიმართულებით, თუ წარმოვიდგინოთ, თუ თქვა საუბრობთ ინვესტიციებზე, როგორც ადგილობრივზე, ისე უცხოელზე. ნებისმიერი ადამიანი, როდესაც ქონებას იძენს, ელოდება ორი ტიპის შემოსავალს. ერთი, რომ ამ მიწის გამოყენებით გარკვეული პროდუქტი აწარმოოს, გაყიდოს, მიიღოს შემოსავალი და მეორე, ამ ქონების ფასის შესაძლო ზრდა. ეს ეხება როგორც მიწას, ისე მაგალითად ბინას ბევრი ყიდულობს, გავაქირავებ, მაგრამ თან ამის ფასიც გაიზრდება და მე უფრო კარგად გავყიდი. ანალოგიურად ეხება მიწას, ვიღაცამ შეიძლება შეიძინოს ადგილობრივმა თუ უცხოელმა სასოფლო-სამეურნეო მიწა, მოიყვანოს რაღაც კულტურა, მიიღოს მოსავალი, მაგრამ ამავდროულად იხეიროს იმითი, რომ მისი მიწის ფასი გაიზრდება. ფასის ზრდას განაპირობებს ის, რამდენად დიდია მოთხოვნა ამ მიწაზე. მოთხოვნა შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი კომპანიებისგან, ადგილობრივი კერძო პირებისგან, ასევე უცხოელებისგან. თუ ჩვენ ამ მოთხოვნას ხელოვნურად შევამცირებთ, ანუ მოთხოვნის ნაწილს, რომელიც არასაქართლოს მოქალაქეებიდან მომდინარეობს, შევზღუდავთ, ნიშნავს, რომ მოთხოვნა შემცირდება მიწაზე, რაც ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში მიწის ფასი აღარ გაიზრდება ისე, როგორც მას ჰქონდა პოტენციალი იმ შემთხვევაში, თუ ამ შეზღუდვას ჩვენ არ შემოვიღებთ. თუ შევეხებით მეორე ნაწილს, იმას, რამდენად პროდუქტიული შეიძლება იყოს წარმოება საქართველოში, ანუ რამ შეიძლება განაპირობოს ის, რომ გლეხებმა, რომელიც დღეს სამწუხაროდ არ გამოირჩევიან საქართველოს სოფლის მეურნეობაში რაღაც განსაკუთრებული პროდუქტიულობით, გაიზარდოს მათი პროდუქტიულობა, ან მათი ცოდნა უნდა გაიზარდოს, ან უნდა გაიზარდოს რაღაც ტექნოლოგიური რესურსი, რომელიც მათ აქვთ, ან უნდა გაიზარდოს მათი მაგალითად სტომა უცხოელ ბაზრებზე, რომ თავიანთი პროდუქტი შეძლონ არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიტანონ, გაღიდოთ თქვა ევროპაში და ასე შემდეგ. ყველა ეს რაც ჩამოთვალე, ამ ყველაფერს ხელს უწყობს მინიმუმ, ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ უშლის უცხოური ინვესტიციები. როდესაც მაგალითად ვიღაც აწარმოებს რაღაც პროდუქტს და იპოვის მაგალითად თანაინვესტორს უცხოეთიდან, რომელიცაც უკვე აქვს ერთის მხრივ ცოდნა, სად გაიტანოს, ვის მიაწოდოს უცხოურ ბაზრებზე, ამავდროულად შემოიტანს ცოდნას, ტექნოლოგიებს, ფულად სახსებს რო თავი დავანებოთ, ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ პროდუქტიულობა გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივ გლეხს უფრო იაფად შეიძლება რაღაც პროდუქციის მოყვანა, რაც ნიშნავს, რომ ის შესაძლო უფრო მეტ მოგებას მიიღებს. თუ ამას ყველაფერს ხელს შეუშლით, ეს ნიშნავს, რომ ეს სექტორი მთლიანად უნდა ჩამოკიდებული იყოს ყოველ შემთხვევაში უმეტესწილად სახელმწიფო სუბსიდიებზე და სახელმწიფო სუბსიდიები რეალურად ახერხებს ერთადერთ მიზანს აღწევს იმას, რომ ამ ადამიანებს ტოვებს არაპროდუქტიულ სექტორში და ამყოფებს იმის იმედად, რომ ყოველთვის სახელმწიფო მათ დაეხმარება და მათ პროდუქტს ან შეიძენს, ან რაღაც ხან ხუნათესვით დაეხმარება, ხან აწარმოის საქართველოში პროექტები იქნება და ესეთი პროექტები რეალურად არ ასრულებს საკმარის როლს იმისთვის, რომ პროდუქტიულობა გაიზარდოს ამ ადამიანებს. პროდუქტიულობის გაზის გარეშე კი მუდმივად გვექნება ის რიტორიკა, რომ აი დავიცვათ მაგალითად ადგილობრივი პამიდორი, რომ შევზღუდოთ თურქული პამიდორი, დავიცვათ ფქვილი, ასე შემდეგ ნებისმიერი საქართველოს რაც ხშირად გვესმის, ხო, რომ აი იქ უცხოეთიდან შემოაქვთ იაფად და მე კიდე ვერ ყიდი ჩემ ადგილობრივ პროდუქციას. ეს სინამდვილეში განპირობებულია იმით ზუსტად, რომ არ ვართ პროდუქტიულები და ბაზარს არ ვაცლით, რომ გაარკვიოს რისი წარმოება საქართველოში მომგებიანი. ამას ხელს უშლის სახელმწიფო სუბსიდიები, რომელიც სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილია ვის დაეხმაროს, მაგალითად თulis რომ უნდა დაეხმაროს თქვათ მეღვინეს, მაგრამ არ დაეხმაროს თქვათ მეთხილეს. ამ დროს შემოდის უცხოური ინვესტიცია, ხედავს თილში გვაქვს მაგალითი, შესაძლებელია მეტი მოგების მიღება და დებს იქ ინვესტიციას და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც სახელმწიფო ხელშეწყობა იქაც არის, მაგრამ რაღაც ახალი ის განვითარდა ბაზარი და თხილი დღეს თქვენ ბრძანეთ ეჭვი შეიტანეთ იმაში. თქვენ თქვით, რომ მიწა აღარ გაძვირდება, მას არ მოემატება ფასი, თუ ასეთი აკრძალვა შემოვა. და შეიძლება გაიაფთეს, ან ყოველ შემთხვევაში აღარ გაძვირდეს. მეტი ფასი არ თუ შევადარებთ, ანუ თეორიულად შეიძლება გაძვირდეს, უბრალოდ ისე არ გაძვირდება, როგორც გაძვირდებოდა, ანუ შეიძლება ინფლაცია მაინც იყოს ქვეყანაში, მაგრამ ერთ ციტატას მოვიდეთ მაგის პასუხად, ასე თქვენ თქვით, ისევ ბატონი სამხარაულის. ისე მომს რომ არ მგონია რომ მიწა გაუფასურდება, პირიქით ნელ-ნელა მან მეტი ღირებულება შეეძინა. რაც მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა სოფლის მეურნეობა, მინიმუმ 5 ჯერ გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი. ამიტომ
ამიტომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ღირებულება შემცირდება. დიახ, აი ამას ამბობს. კი ბატონო, შეიძლება ღირებულება არ შემცირდეს, მაგრამ მეორე კრიტერიუმი, რაც თქვენ ახსენეთ, იყო ნაყოფიერება. და ისიც თქვით, ეს ნაყოფიერება რამ შეიძლება მოიტანოს. მე კიდევ ერთი რამ მინდა კითხოთ, რაც არ გიხსენებიათ. მიწების გამსხვილების გარეშე, ანუ ერთი მფლობელის ხელში მეტი მიწის თავმოყრის გარეშე შესაძლებელია, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს, მეტი წილი დაიდოს თლიანში და პროდუქტში. დიახ, პირველი კითხვით მინდა დავიწყო. ხო, მე ბევრი კითხვა გროვდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პასუხი შეიძლება ჩაეტიოს. როცა თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ სოფლად ცხოვრები ადამიანის უკმაყოფილება მიწების საკითხის გამო, მათ არ მიცეს ის, რაც მათი აზრით მათ ეკუთვნოდათ თავის დროზე. აქ დგება საკითხი ასევე იმ მიწების, სოფლად არსებული მიწების კაფიოდ დაკადასტრების და დაყოფის პრობლემა, ხო? იქ თქვენ ამბობთ, რომ მიწები არის იურიდიულად სახელმწიფოს საკუთრებაში და ფაქტობრივად ამით სარგებლობენ მოსახლეები. აი ამ საკითხს როგორ უნდა შეეხო საერთოდ რა. ვერც ეხებიან, ვერც ხელისუფლებას შეეხო მაგას საბოლოო ჯამში. ეხებიან, მაგრამ აი ძალიან ნელი ტემპებით მიდის ეს პროცესი, ანუ იმიტომ რომ ითხოვენ რაღაც დოკუმენტაციებს, როდესაც არსებობს უფრო მარტივი გადაწყვეტის გზები, რომელიც ინიციატივით რამდენიმე პოლიტიკურ ძალას აქვს გაჟღერებული, მაგალითად ის რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც თვლი რომ გარკვეული ფართობით ჩემია და ჩემ გარშემო ცხოვრობენ მეზობლები, რომლებსაც ასევე აქვთ მიწები. თუ მე არც ერთი ჩემი მეზობელი არ მედავება იმას, რომ ეს ფართი ჩემია. ანუ აქ ერთადერთი შეცდომა, რაც შეიძლება სახელმწიფომ დაუშვას, არის რომ სინამდვილეში თეორიულად მისი არ იყოს, მაგრამ ის დაეუფლოს. მაგრამ ეს გადაწყვეტილება გაცილებით ჯობია იმას, ვიდრე ველოდოთ, სანამ ამ ადამიანი 1000 ჯერ არის გაკეთებული ამ მიწების რუკები და ასე შემდეგ, რომ მოიტანოს რაღაც დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებს. თუ ადამიანი თვლის, რომ მიწა მისია, თუ მას ამაში არავინ არ ედავება, ნიშნავს, რომ შეგვიძლია მას მარტივად დაურეგისტრიროთ და იმ შემთხვევაში თუ არ იდავები რაღაც ფართობზე, ის მეზობლები შეუძლიათ ერთმანეთში მოილაპარაკონ. და ანუ რაღაც ძალიან მინიმალური შემთხვევებში შეიძლება წავიდეს თქვათ სასამართლოში, რაც ღირს იმ რისკად, რომ რაც შეიძლება მალე სახელმწიფო მიწები გადავიდეს საკუთრებაში, იმიტომ რომ ეს შეზღუდვები, რასაც ახლა ვიღებთ, რეალურად შეეხება კერძო მფლობელებს, იმიტომ რომ სახელმწიფო მიწების შემთხვევაში ყოველთვის იქნება სახელმწიფო ჩინოვნიკზე დამოკიდებული, რამდენად ის დაკმაყოფილებული იქნება ვიღაცა რომელიღაც ინვესტორით და რამდენად ის გადაწყვეტს, რომ ეს ინვესტიცია ღირსია იმისა, რომ ეს რაღაც დარწმუნებულია რაღაც გამონაკლისებს შემდეგ დაუშვებენ და გადასცეს მას. აუცილებლად მინდა შევეხო იმ ნაწილს, რომ 5 ჯერ უფრო გაიზრდება, ანუ აუცილებლად შევეხოთ, მე შეგახსენებ მსმენელი უბრალოდ და არ ვალოდინოთ, თუ შეიძლება მოიმარჯვეთ ega. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა ბატონო დავით, მიესალმებით თქვენს სტუმარს და ესეთ შეკითხვა მაქვს ბატონი გიორგი თქვენთან. ისიც რა შეასახმეთ. ჩვენ ვიღაცას უნდა გამოგვიყვანოს კაცს მოძულეები საბაზრული მკაცრ მიმართებაში. საქართველოში ამერიკელებმა განახორციელეს ინვესტიცია Coca-Cola, Pepsi-Cola ფანტის სახით, ისე რომ არ მომრავლებულან როგორც სარაველა ბალახები ჩვენი მოსახლეობა დაასახა. ასევე იძახიან Ferreros, რომელიც არის იტალიელი და იტალიურ დემოკრატიულ სტანდარტებში ახორციელებს ბიზნესს. მაგრამ დღეს ვიღაცას უნდა ვეთქვა როგორც ითქვა რუსები, არ ვიცი ქართულ როგორც აღწერა, ლაფშუნაუში პავესი. სოფლის მეურნეობის მიწები უნდა გაიყიდოს, იმიტომ რომ ჩამოვა ინვესტორი და სოფლის მეურნეობის პროდუქციის განვითარება შეუწყობს ხელს. სახელმწიფოში, სადაც მოსახლეობა შიმშილობს, 800,000 პენსიონერი, 800,000 ახალშობილი, 800,000 გაკოტრებული და ფულის ნიშნები არ არსებობს სახელმწიფოში. და იმათ ჩამოსვლისას ისინი იმდეს გადაიხდიან, რომ პენსია გახდება 500 ლარი ან 1000 ლარი, როცა ხელისუფლება ბიზნესმენებთან ერთად ყოლიფავს მოსახლეობას მაქსიმალურად და შესმული ხავთ ევროინტეგრაციის კონვეიერზე. ჩვენ ეს ნორმალურად მიგაჩნიათ, ჩვენ უნდა მიცეთ მიწა იმათ, ვისაც ღმერთმოუწყის რითი აქვს ნაშოვნი ფული და ჩამოვიდა ჩვენი ღირებულებების, ჩვენი დემოკრატიულების უკან ჩამომცოცებელი იქნებიან. ჯერ ისიც მივყოფათ, რომ ჩვენ რუსოფილობის გამო არ შედგარ ბანანის სახელმწიფო ვარ, რომელშიც როგორც თურქეთი, ისე აზერბაიჯანი და ისე რუსეთი აკეთებს იმას, ველურ საბაზროებრივ გამო, რასაც უნდა. რატომ გონიათ, რომ ვიღაცას საქართველოს მოსახლეობას უნდა იმეაჭროს, რომ ჩვენ ვართ კაცმოძულეები და არა ნურას უკაცრავად.
არც ბალტიისპირელები, არც მოძულები, არც ევროპელები, არც ამერიკელები, არც ინგლისელები, რომელსაც კაცრი სავიზო რეჟიმი გააჩნიათ. ჩვენ არც სავიზო რეჟიმი არ გვაქვს და გადავიქცეთ რა ვიღაც ოლიგარქების და ბიზნესური ბიზნესმენების პოლიგონად და საექსპერიმენტო რესპუბლიკა აგვიხსენით რატომ იზახიან რომ მოსახლეობა არის წინააღმდეგ იმიტომაც ვართ რომ ჩვენ არ გვინდა გვეცოდეს ბრიყვი გამცემი ღმერთს ზურდაო აი ბრიყვი გამცემების იმათი არ ვიყოთ იმიტომ რომ ჩვენ ხოთა ვებდით მოდი კითხვამდე მივიდეთ თუ შეიძლება გთხოვთ კარგი ჩვენ თუ ვებდით ევროამერიკულ ინვესტიციებს და ჩვენ კარგად ვიცით ხელისუფლებამ ამ 4 წლის განმავლობაში მილიარდ ნახევარი ინვესტიცია დაკარგა რომელიც მიწისქვაც ასევე სწევს ეს იყო მანქანათმშენებლობა ეს იყო ნაგვით გადამამუშავებელი ქარხანა რომელიც 900 მილიონს დებდა საქართველოში ეს იყო Nike, Puma, Adidas-ის მიერ შემოთავაზებული პროგრამა რომელიც შრომის კანონის არქონის გამო ჯერჯერობით მისა stand-by სისტემაში დგას და ხელისუფლება არ აპირებს რომ შრომის კანონი და კოდექსი შეცვალოს რას უაშია მისის გაზრდა ხერთან თუ შენ გავს ყველაზე კაი ვარიანტი რომ ევროპელებს და ამერიკელებს დემოკრატიული ბიზნესის გადასიმისა და ატიო მისის ფასი ამის მაგალითად მიდიხარ და რაღაც კორუმპირებულ გარიგებას დებს შენი ქვეყნის არასასრულ ანტიდემოკრატიულ მოქალაქეებთან მოსახლეობასთან მიმართულებაში აზიატესთან როგორც ევროპამ და ამერიკამ და ინგლისმა დაუბლოკეს შესვლა კაცრი ვიზირებიდან გამომდინარე აღვიხსენ კარგი აღიქვით პრობლემა ბოლომდე მე მგონი ვერა ანუ როგორც აღიქვით და იმ 5 ჯერ გაზდას დაუბრუნდეთ რა დაგვაიწყდეს დიახ მაინც ეს მოსაზრება იყო დიახ ანუ საბოლოო ჯამში აგვიხსენით იყო ცოტა რიტორიკული მოწოდება დიახ ანუ საბოლოო ჯამში ცოტა ვერ მივხვდი ანუ თუ სახელმწიფო ხელს უშლის ინვესტიციებს არავინ არ ამბობს რომ ხელი უნდა შეუშალოს უბრალოდ არ ვიცი, ანუ მიწის გასხვისება კიდევ ერთი სიგნალია, ასე ვთქვათ, ინვესტორებისთვის. ხო ეს ცოტა დიდი სურათიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნელ-ნელა შემოდის ისეთი რეალობა საქართველოში, რომ საინვესტიციო გარემო ნელ-ნელა რაღაც თითო ნაბიჯით ფუჭდება. ერთი იყო ეს, მეორე კიდევ მინდის დისკუსია, ვთქვათ, იგივე გადასახადების ეკონომიკური თავისუფლების აქტის ამოღებაზე, რომ შეეძლოს ხელისუფლებას გაზარდოს გადასახადები, მანამდე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, სადაც აშკარად რატომღაც ჩაგრავენ უცხოურ კომპანიებს და ეს არის ერთი დიდი სურათის ნაწილი, რომელიც თვალსაჩინო შეიცვალოს. ეხლა ხუთჯერ გაზრდას რაც შეეხება, ნამდვილად სახელმწიფო თუ დაიწყებს და როგორც მან ბოლო წლების განმავლობაში აკეთა ბევრი პროგრამების განხორციელებას, ფასი იმასთან შედარებით რაც მანამდე იყო, გაიზრდება. უბრალოდ თუ ამასთან ერთად დაშვებულია მიწის უცხოელზე გასხვისება, ფასი გაიზრდება უფრო მეტად. ანუ ჩემი ასე ვთქვათ მე იმას არ ვამბობ, რომ გამორიცხულია მიწას თუ შევსყუდათ, ფასი არასოდეს არ გაიზრდება, მაგრამ თუ პოტენცია აქვს, რომ გაიზარდოს 4ჯერ, გაიზრდება 2ჯერ. ან თუ შეიძლება გაიზარდოს წელიწადში 10%-ით, გაიზრდება 5%-ით. ეს არის ძალიან მარტივი რამ, ხო? ანუ მიწა ნებისმიერი პროდუქტი აქ არ არის განსხვავება, რაც უფრო მეტ ადამიანს აქვს სურვილი ეს პროდუქტი შეიძინოს, რაც უფრო მეტი ადამიანისთვის არის მიმზიდველი და ეს ქმნის მასზე მოთხოვნას, მით უფრო მისი ფასი მაღალია. ეს არის ნებისმიერ პროდუქტს. მადლობთ. ჩვენთან ახლა სატელეფონო ხაზია სერგო რატიანი საპარლამენტო უმცირესობიდან. სერგო, მოგესალმებით, გამარჯობა. მოგესალმებით. სერგო, როგორც ვიცით, პარლამენტმა დღეს კენჭი უყარა პირველი მოსმენით მორატორიუმს, რომელიც მიწების საკუთრებაში გადაცემას ეხება, მორატორიუმის კანონპროექტს. საინტერესოა უმცირესობის, ყოველ შემთხვევაში თქვენი ფრაქციის დამოკიდებულება ერთი მხრივ მიწის საკითხისადმი ისე როგორც მას აყენებს ხელისუფლება და მეორე როგორ ატყობთ ეს არის უმრავლესობის გულწრფელი სურვილი ერთმნიშვნელოვნად აკრძალოს საზღვარგარეთმეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისება უცხოელებზე თუ ეს არის მაინც ვთქვათ პოლიტიკური საკითხი რომელიც დარჩება ძალაში ისევე როგორც ის დღეს არის რა ანუ არ შეეხებიან ამას როგორ ატყობთ ესე იგი პირველ რიგში ჩვენ პოზიციას გეტყვით, ჩვენ პოზიცია არის რომ ეს არის რეალურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პირადი საკუთრების
უფლების შეზღუდვა და რომელიც დააზარალებს სწორედ მათ და სწორედ სოფელში მაცხოვრებელ ადამიანებს დააზარალებს. წარმოიდგინეთ, თუ თქვენ დღეს გინდათ გაყიდოთ მიწა, იმიტომ რომ თქვათ ან იმკურნალოთ, ან ახლობეს ოპერაცია გაუკეთოთ, ან შვილი გააგზავნოთ სასწავლებლად და გადაუხადოთ, თქვენ გეტყვიან, რომ ეს მორატორიუმი იქნება ძალაში და ამას ვერ გააკეთებთ. შესაბამისად იზღუდებიან ჩვენი მოქალაქეები და ეს არის პოპულისტური ნაბიჯი, რომელიც აზიანებს ეკონომიკას ზოგადად და კონკრეტულად ჩვენ მოქალაქეებს. ახლა ეს პოპულისტური ნაბიჯი თქვენ იცით, რომ ახლა საუბარია რაღაც მიწის სამშობლოს გაყიდვაზე, მიწის გაყიდვაზე, მამულების გაყიდვაზე, რაღაცა საშინელი რაღაცა ურაპატრიოტიზმი მოდის და სწორედ ამიტომ გუშინ მიმდინარეობდა ასე ვთქვათ განხილვები და ასე კითხვები, რომელიც დავსვი, ვთქვი რომ თუ ადამიანს უნდა რომ გაყიდოს მიწა და მოყავს მას და ყავს მყიდველი უცხოელი და ის ყიდის ზვირად, რას ეთქვით მას, ხო? ნუ ასაკურებელ გითხრეს რომ ჩვენ ესე იგი მამულის ცნობა არ აქვს და ასე შემდეგ, ამიტომ დღეს ეს თქვათ იძულებული ვიყავ ესე გამეკეთებინა მოვიტანე ილია ჭავჭავაძის კამათი ასე ვთქვათ ნიკო ნიკოლაძესთან, სადაც ძალიან ცხადად არის საუბარი. რასი არის პრობლემა? ამ ქვეყანაში ყველაფერზე და ეს ქართული ოცნება საუბრობს ყველაფერზე, ყველა ღირებულებაზე, შის შემთხვევაში ყალბღირებულებაზე, გარდა პიროვნების თავისუფლების უფლებაზე, გარდა იმაზე, რომ ადამიანის განათლების უფლებაზე, გარდა ვთქვათ იგივე სხვა რაღაცაზე, რატო აქვს უპირატესობა მაგალითად მიწას იმასთან მიმართებაში, რომ მაგალითად მე შეიძლება ავირჩიო განათლება ან ჯანმრთელობა, ან იგივე პირად თავისუფლება მე ამინდა რაღაცა გავაკეთო. ამიტომ ეს კანონი, ეს პოპულისტური კანონი არის აზიანებს ასაკურველია ეკონომიკას პირველ რიგში და კონკრეტული ადამიანების უფლებას და სანამ ასე ვთქვათ რაღაც ლიბერალიზმი არის იქნება სალანძღავი სიტყვა და თავისუფლება იქნება სალანძღავი სიტყვა და ამ მიმართულებით ამის წინააღმდეგ იქნება გადადგმული, ჩვენ ვცხოვრობ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. რაც თავარია, თქვენ მეორე ნახევარ თქვენ კითხვისა, მეორე კითხვა იყო დაკავშირებული იმასთან მორატორიუმი, ხო? რეალურად თვითონაც ამბობენ, რომ ასე ვთქვათ, კონსტიტუციაში ჩაწერენ, რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს, მაგრამ იქვე ჩაავადენ გარდა იმ შემთხვევებისა, რასაც დაადგენს მთავრობა. ანუ რეალურად მთავრობა შეიძლება ძალიან ბევრი გამონაკლისი ჩაწეროს. სერგო, მე შეგახსენებ, რა თქვა მთავრობამ ჩვენ გადაცემის დასაწყისში გავუშვით პრემიერ-მინისტრის ციტატა. ის ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწები არ შეიძლება გასხვისდეს უცხოელს და გასხვისდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს და ეკუთვნოდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოსთან თვითმმართველ ერთეულს. ამას ამბობს. მეორე მხრივ მე მოვიტან ახლა ციტატას და ჩვენი სტუმრის გიორგი პაპავას გასაგონადას აბსმენელების უპირველეს ყოვლისა, რომელიც ეკუთვნის თქვენს კოლეგას ბატონ სამხარაულს, ეს არის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ის ამბობს, რომ დაგეგმილი ცვლილებებით კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს ანიჭებს და მოითხოვს მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით. პროექტში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება მიწაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველი. თუმცა შესაძლებელი იქნება განსაკუთრებული მიწის სტატუსიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ბუქთან და მიწაზე საკუთრებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ არ ნიშნავს ამას? ზუსტად აღნიშნეთ, ზუსტად დაახასიათეთ ხალხ, ჯერ ესეთი სრულად სხვა გზავნილი არის პრემიერ-მინისტრის, სხვა გზავნილი არის ამ შემთხვევაში პარლამენტარის და აქაც ესე იგი ერთი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ესე იგი მიწის გაყიდვა არის სამშობლოს განყოფილება და ეს უნდა აიგზავნოს და აიგზავნება კიდევ და ჩვენ ამას მივახციეთ
და მეორე გამოდიოდა და ასე თქვა აწყნარებდა ასე თქვა რომ ეს საერთოდ არაფერსაც არ ნიშნავს რა იქნება იქ გამონაკლისები და ამ განაკლისებში ჩაიწერება ვის გაყიდვა შეიძლება რისი არა პირველ რიგში ეს არის სულთან რაღაც ფარისევლობა თუ რაღაც ტყუილი და მართლა პოლიტიკური რაღაც პოპულისტური ნაბიჯი მეორე არის ის რომ მართლაც გაიხიდება გაყიდვის შესაძლებლობა იქნება ოღონდ პრობლემა რაში არის რომ ფაქტობრივად გზავნილი რაც დღეს არის საქართველოსთან და ის გზავნილი რაც იქნება ეს თავისთავად აზიანებს ეკონომიკას ხო ანუ კი გასაგებია რომ რაღაც გამონაკლის გააკეთებენ ოღონდ აი ეს თელი ისტერიკა უკვე პრობლემური არის ხო ეგ ერთი მეორეს ერთი თქვათ და თუ კონსტიტუციაში წერია რომ არ უნდა გაიყიდოს მიწა გარდა იმ შემთხვევისა რასაც დაადგენს კანონი ხო კანონი რომ დაადგინოს რომ მაგალითად სახელმწიფოს შეუძლია გაყიდოს მიწა და თქვათ იქ შეიძლება შესაძლებელია კორუფცია და ვერ გავყიდოთ თოს კონკრეტულ კერძო პირმა რაზე ახლა ლაპარაკი რომ რეალურად ჩვენ არათანაბარ მდგომარეობაში ვართ ჩავარდნილი სახელმწიფოს შეუძლია ეს გააკეთოს და ადამიანებს იძლევენ რომლის სახელითაც კეთდება თითქოს ეს შეზღუდვა ეს კი რეალურად ხომ მოთხოვნა რომ ხალხს არ უნდა მიწის გაკეთება ხალხს გადასცენ ეს მიწები 80% ადამიანის კერძო პირებს ეკუთვნის ეს მიწა და რეალურად ისინი ამუშავებენ და მათ არ ურეგისტრირებენ ხო გადასცენ ეს კერძო პირებს იყოს თქვა სიტყვაზე ვამბობ იყოს შეზღუდეს სახელმწიფო მაგრამ კერძო პირს ნუ შეზღუდაო ხო და აქ შეიძლება საერთოდ პირიქით მოხდეს კარგი სერგო მოგკითხა შეიძლება თქვა და კომენტარი მაგთქონია დიახ როცა მორატორიუმ ანუ ერთხელ ხო გამქონდა მსგავსი მორატორიუმი და უკვე ანუ ანტიკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული და მეორე მორატორიუმის გამოცხადება რამდენად ჯდება ანუ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში ბატონო სერგო გავიდა თედან და არაუშავს იმიტომ რომ კითხვა არ კარგავს თავის ლეგიტიმურობას. მე სხვა არ მეკითხა. ხო, თუ ერთხელ მიღებული მსგავსი განწყობილება, ის არის არ გაუქმებია და შეიძლება. დიახ, ანუ ქონდა მორატორიუმი, რომელიც გასარჩივდა საკონსტიტუციო სასამართლოში და მე მგონი 2014 წელს, რომელიც იყო ზუსტად მიწის გასხვისების შეზღუდვა, შეიძლება 13-ში გახსოვთ არ მახსოვს, საერთაშორისო გამჭვირვალობას მე მგონი აწარმოებდა ამ პროცესს და მაშინ კი ბატონო მე მაქვს სხვა კითხვაც თუ კი ხაზი ესმება იმას რომ სასოფლო სამეურნეო სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწები არ უნდა გასხვისდეს უცხოებს და მას უნდა ფლობდნენ საქართველოს მოქალაქეები მინდა გკითხოთ რა უდგას წინ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების გააზრებას და გადაკეთებას არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებად იმ ადგილას სადაც ეს მიწები არის დიახ, ანუ ამას ვერ შეძლებს არის თუ არა თქვენი აზრით კორუფციული რისკები, როცა მე ამ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობელი მისი გაყიდვის მიზნით, რა ვიცი, მე ვიღაცას მივიცემ ქთამს, მოველაპარაკები, რაღაცას ვიზამ, და საქართველოს რეალობაში ეს ნამდვილად არსებობს, ეს რისკები, იმიტომ რომ ამის ხა ზუსტად ვერ ხსენე, მაგრამ ამის მაგალითები ქონდა, როდესაც სტატუსი ეცვლება. ზოგადად, ანუ იგივე ევროპის მასშტაბითაც რეგულაციები ძირითადად სწორედ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას ეხება. აქ შეგვიძლია ერთი რაღაც შედარებით რეალურ ფაქტორზე ამ სასურსათო უმრავლობას ვისაუბროთ, მაგრამ სინამდვილეში აქ ეს არის წმინდა პოლიტიკური ელემენტი, იმიტომ რომ როგორც წესი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობელები ყველა ქვეყანაში ითხოვენ მსგავს რეგულაციას ხოლმე და ყველა ხელისუფლება საბოლოო ჯამში ამასზე მიდის, იმიტომ რომ რეალურად მათი პოლიტიკური ხარდაჭერა მოიპოვოს. ეს არის ძირითადი განმაპირობებელი მსგავსი რეგულაციების, როგორც ასევე ბევრი სხვა რეგულაციის, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის შეზღუდვა იქნება თუ რა, ყოველთვის გარკვეული ინტერეს ჯგუფები, რომლებსაც შეიძლება ბოლომდე კარგად არ ესმოდეთ რას ნიშნავს ეს შეზღუდვა მათთვის, მსგავსი შეზღუდვების ლობირებას აკეთებენ და ყველა ხელისუფლება ამას დახვდება, თორე სინამდვილეში ეს ბატონო სერგომაც სწორედ აღნიშნა, რომ პირველ რიგში სწორედ იმ მოსახლეობას დააწვება, ვინც ფლობს სასოფლო სამეურნეო მიწას, იმიტომ რომ ხელისუფლება ისევ ანუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მაგალითად 1 ჰექტარის გაყიდვის დოაზე იმხელა პროცედურები შეიძლება იყოს საჭირო, რომ არასოდეს არ უღირს იმის გაყიდვა, მაგრამ სახელმწიფო მიწები, რომელიც უფრო შედარებით დიდი მოცულობით იყიდება, იქ ყოველთვის
იმისთვის მოძებნიან რაღაც საშუალებას, რომელთაც გაასხვისებენ უცხოელზე, მაგრამ ამ ჩვეულებრივ ადამიანებს, კერძო მისაკუთრეებს ამის შესაძლებლობა არ ექნებათ. და ერთი რაც არ მინდა რომ დამავიწყდეს, ანუ ხშირად საუბრობენ რომ თითქმის ევროპის ყველა ქვეყანაში ეს ესეა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ შეგვეძლო ეს რეგულაცია ბევრი სხვადასხვა ფორმით შემოგვეყო, მაგრამ რეალურად პრემიერ-მინისტრის ციტატა ჩვენ რაც მოვისმენთ არის ყველაზე რადიკალური. ყველაზე რადიკალურია, იმიტომ რომ ის პირველ რიგში, იმიტომ რომ ის იწერება კონსტიტუციაში და მეორე ის გამორიცხავს რაღაც ფორმით თანამფლობელობის, მაგალითად რომ ავიღოთ რომელიმე კომპანია, რომელსაც ყავს ქართული მფლობელიც და უცხოელი მფლობელიც მის საკუთრებაში მქონე მიწა. ძალიან გაუგებარია ამ ეტაპისთვის, იგივე თქვა ბანკმა როგორ უნდა ჩაიდოს უზრუნველყოფაში მიწა, იმიტომ რომ უმეტესობა საქართველოს ბანკების გარკვეული ფორმით უცხოელებით მფლობელებია. ზღუდავს, ანუ ამის რეალური მაგალითები გვაქვს, იგივე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეწარმე საქართველოში, რომელიც აწარმოებს კივს, მას ჭირდება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, იმიტომ რომ ზოგადად თქვენ ახსენეთ, ხო პატარა მიწები აქვთ ამ მოსახლეობას, ამ მიწაზე პროდუქტიულობის გაზრდის შანსი მათ რეალური არ აქვთ, ანუ მნიშვნელოვანია ჭირდებათ ახალი მიწები. დიახ, ჭირდებათ ახალი მიწები, ჭირდებათ ის რომ ახალი კულტურები შემოიტანონ და ამ ყველაფერს ჭირდება ის ინვესტიციები, რაც აუცილებელია. ხშირად გვეუბნებიან, რომ აი ჩამოდიან თქვათ ინდოელები, არაბები ძირითადად ამას იყენებენ ხოლმე, ანუ იგივე როცა დაუბრუნდეთ პოპულისტს, არასოდეს ისინი არ ამბობენ, რომ ჩამოვიდა ეს ფრანგი ინვესტორი, ან იგივე ფერეროს მაგალითად არასოდეს არ მოყავთ, ან თქვათ იმერეთში არის იმერეთი გრინერი ქვია, რომელიც აწარმოებს სალათის ფურცლებს, რაღაც ასწავლი ძალიან მცირე ფართობზე, ძალიან სათბურია გაშენებული და საქართველოში რეალურად ჩაანაცვლა იმპორტი სალათის ფურცლების მაგალითად. ეს მაგალითები არ მოყავთ მაგალითები, თქვათ, კომისში არაბების, წნორში ინდოელების და ცდილობენ რომ რეალურად ის ამ სისხლს ეძახი ხოლმე, რომელიც აქვს სამწუხაროდ საქართველოს სოფლმაცხოვრებელი მოსახლეობის დიდ ნაწილს ამ ეროვნებების მიმართ, ეს გამოიყენონ იმის არგუმენტად, რომ თითქოს ისინი რაღაცის წასართმევად არიან ჩამოსულები და სინამდვილეში ტარიელი ინდოელი იყო და ავტომობილი არაბი. და მაგალითები რაც მოყავთ ხოლმე, რომ ხან აი მაგალითად თქვენთან იყო ერთ-ერთ გადაცემაში საზოგადოებრივ აუწყებელზე ქალბატონი ყვებოდა რომ გითხრაო რომ აი მიწაში ჩაგმარხავთ, ანუ მსგავს მნიშვნელობა არ აქვს ქართული მეტყვის მე მიწაში ჩამარხავს თუ ეს სხვა დანაშაულია და სხვანაირი მოწესრიგება ჭირდება მაგ დანაშაულს და არა ის რომ მას საკუთრების უფლება აუგზავ. გიორგი, ცოტა დრო გვაქვს და მინდა ერთ საკითხს დავუბოდო, რომელიც მოვნიშნე დასაწყისში. მთავრობა ახსენებს თავის დანახარჯებს, თავის პოლიტიკაში ძლიერ აქცენტს სოფლის მეურნეობაზე. მინდა გკითხოთ, როგორ გავზომოთ ამ დანახარჯების ეფექტი? მაგალითად, რა ფულიც მთელი ამ წლების მანძილზე, როგორც ქართული ოცნების მმართველობის წლებს, მთავრობამ ჩადო სოფლის მეურნეობაში, დაახარჯა სოფლის მეურნეობას. ამოვიდა ეს ფული, მან მოიტანა მოგება, გაიზარდა სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, გაამართლა ამ დანახარჯებმა ეკონომიკურად მომგებიანი აღმოჩნდა. დიახ, ეს სხვათა შორის თავადაც აღიარეს, როდესაც სოფლის მეურნეობის დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირებულია წლევანდელ ბიუჯეტში, თავადაც აღიარეს, რომ ამ ხარჯების დიდი ნაწილი არ იყო რაღაც განვითარებაზე ორიენტირებული, არამედ იყო რაღაც მოკლევადიანი სოციალური ფონის დასახშობად თუ რაღაც სოციალური დახმარებების სისტემას უფრო გავდა, ვიდრე სხვა რამეს. კრიტერიუმები, რა ვიცი, მაგალითად ინვესტიციებს თუ შევხედავთ, წელს პირველ კვარტალში გქონდა 0 ინვესტიცია, მაგალითად სოფლის მეურნეობაში. ხუმრობით ვამოვდით, რომ 2015 წლის შემდეგ ეს გაუმჯობესებაა, იმიტომ რომ 2015 წლის პირველ კვარტალში -1 გქონდა მაგალითად. ანუ თუ გაიტანეს. ანუ რეალურად გავიდნენ ინვესტორები რაღაც ფორმით. თუ შევხედავთ წილს თლიანში და პროდუქტში, აქაც არანაირი მნიშვნელოვანი ზრდა არ არის. ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ თქვა იგივე რაღაც აწარმოის საქართველოზე, დანერგე მომავალზე, რომელზეც როგორც წესი პასუხი არის ხოლმე ის, რომ ეს მრავალწლიან კულტურებს ემსახურება და ჯერჯერობით ამის ეფექტს მომავალში დავინახავთ. რაც ნაწილობრივ შეიძლება იყოს სიმართლე, მაგრამ სინამდვილეში ეს არის უბრალოდ თავის მოტყუება, რომ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ სუბსიდიებით და სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის ახალისებით შესაძლებელია ჩვენ სოფლის მეურნეობა განავითაროთ. თან ყველა აქ უნდა განვიჯნოთ ერთმანეთისგან სოფლის მეურნეობა და სოფლად ყოფი ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ სოფლად ყოფ ადამიანებს, რომლებიც ძალიან დიდ ნახევარია საქართველოსი, ჩვენ მათ ვეუბნებით
ვაჯაჭვებთ ძალით სოფლის მეურნეობის სექტორს. ანუ ვეუბნებით, რომ შენ უნდა ისევ გააგრძელო იმის მოყვანა. კი ბატონო, არ ხარ პროდუქტიული, მაგრამ ხან მე რაღაცას დაგიმატებ, ხან და უფასოდ დაგიხნავ, ხან დაგითესავ და არ აძლევენ საშუალებას, რომ თუნდაც სხვა სექტორში გადავიდნენ, თუნდაც ქალაქში გადმოვიდნენ, რაღაც თვლიან, რომ ღირებულება არის და ხშირად გვეუბნები, რომ თქვენ მარტო ყიდვა გაინტერესებთ და რაღაც სხვა ღირებულებები, მაღალი მატერიები არ გაინტერესებთ, რომ სოფლის მეურნეობაში აი სოფლები იცლება და ასე შემდეგ, მაგრამ მე თვითონ მოყავთ ხოლმე მაგალითები, როგორც მიუხედავად ამ ყველაფრისა, სოფლად აღარ არის დარჩენილი ახალგაზრდობა. ანუ თვითონ ცდილობენ ძალით ეს ადამიანები დატოვონ არაპროდუქტიულ გარემოში, როდესაც შესაძლებელია, რომ აი ესეთი ინიციატივების არ განხორციელებით რაღაც შანსი მათ მივცეთ, რომ რაღაც ნელ-ნელა ახალი კულტურებით იქნება ინვესტიციებით, იგივე თქვა კოოპერატივების სისტემა, რომელიც ევროპის სამეზო NPARD-ის პროგრამით ფინანსდება, რომელიც და საქართველოში მაგას რაღაც ვერ გაიხარ. ანუ ხორციელდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ ხედავთ ამის რეალურ შედეგს, რაცაც ვერც დავინახავთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ამ დარგის გრძელვადიან განვითარებაზე და ვართ იმაზე, რომ ის ხალხი, ვინც სოფლად ცხოვრობს, ყოველთვის იყოს ხელისუფლების ხარდაჭერი და არა ის, რომ რეალურად მათ რაღაც ტკბინეული რეფორმები გავატაროთ. გიორგი, მადლობა, ამოიწურა პიკის საათის განყოფნელი დრო. თქვენ პირველად იყავით პიკის საათის სტუმარი და მე ვიტოვებ იმედს, რომ პირველად და მეც არაერთხელ შევხვდებით ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბრად. გიორგი პაპავა პიკის საათს სტუმრობდა დღეს, ნინო რამიშვილი პროდიუსერი დღევანდელი განაცემის, თამარ ჯანიაშვილი ხმის რეჟისორი, ჩაგვერთო განაცემაში სერგო რატიანი საპარლამენტო უმცირესობიდან დავით ბაიჭაძე უძღვებოდა პიკის საათს. ხვალამდე პარასკევამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. საღამოს პიკის საათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით ბაიჭაძესთან ერთად.